რა არის ოზემპიკი? Ozempic. ოზემპიკი არის წამალი, რომელიც დანიშნული არის მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. იგი გამოიყენება, როდესაც სისხლში ხდება შაქრის რაოდენობის მომატება და როდესაც მივიღებთ, ინსულინი გამოიყოფა, რაც ამცირებს შაქრის რაოდენობას. ეს არ არის თუ იგი რატომ ასე ცნობილი. მას ასევე ადამიანები გამოიყენებენ წონის დაკლებისთვის, მაგრამ ეს მრავალ პრობლემა შეიძლება მოყვეს ამას. როდესაც ოზემპიკს მივიღებთ, კუჭის დაცლა ბევრად შენელდება და დანაყრობის გრძნობა გვიჩნდება. ანუ მარტივად რომ ვხვდათ, იგი მადას ამცირებს, მაგრამ ეს თუ არ კომბინირდება სწორწყვებასთან ერთად მრავალი პრობლემები გაჩნდება. ესენი შეიძლება იყოს გულის რევა, ენერგიის ნაკლებობა და თუ საკმარის ცილას არ მივიღებთ, კუნთოვანი მასის შემცირება. ამ წამალს ასევე გააჩნია მრავალი გვერდითი ეფექტი, რომელიც არის მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა და იშვიათად ასევე ხდება თირკმლის ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. ოზემპიკი არ არის რეკომენდირებული პირველი ტიპის მქონე დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ორსულებისა ან მეზუძულე დედებისთვის და ასევე ადამიანებისთვის, რომელსაც გააჩნია პანკრეასის ან თირკმლის პრობლემა.